ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მკურნალობა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. მთელი ცხოვრება უნდა სვათ ან მუდმივად, ან პერიოდული შესვენებებით მედიკამენტები. ეს არის აუცილებელი და ამას ქვია დაავადების მართვა და არა განკურნება, რადგან იგი ქრონიკულია. მაგრამ ყველა ექიმი აგიხსნით ალბათ, რომ ასეთი დაავადებების მკურნალობა მარტო აბების გადაყლაპით არ თავდება. აქ უნდა ცხოვრების სტილი შეცვალოთ. თუ ის კუჭ-ნაწლავს ეხება, დიეტა უნდა ჩაირთოს, ასევე დიეტა უნდა ჩაირთოს თუ ის მაღალ ქოლესტერინს ეხება, დიაბეტს ეხება და ბევრი დაავადება არსებობს, პოდაგრა მაგალითად სპეციფიური დიეტა აქვს. ასე რომ ცხოვრების წესის შეცვლა ამარტივებს ყველაფერს, აიოლებს თქვენს მკურნალობას, უკეთეს შედეგებს დაგიდებთ და ნაკლები წამალი დაგჭირდებათ. დავიმახსოვროთ, ცხოვრების წესის შეცვლით იწყება ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მკურნალობა. ჯერ არის ცხოვრების წესის შეცვლა და მერე არის მედიკამენტური თერაპია. გუში მყავდა ქალბატონი, რომელსაც მაღალი წნევაც აწუხებს, ქოლესტერინიც აწუხებს, დიაბეტიც აწუხებს. ხალხო 18 თავი წამალი ქონდა დანიშნული. მომიტანა ანალიზები და ყველაფერი იყო ასე თუ ისე ნორმაში, მაგრამ ქალბატონი იყო ძალიან ცუდად და ნეტა რატომ ვარო? აი ყველაფერი კარგიაო და რატომ ვარ ცუდათო? მე ვთხარი ქალბატონო, აი ამ 18 დასახელების მედიკამენტებს რომ ღებულობთ, ერთმანეთში შეათანხმებინეთ ექიმებს, ყველა წამალს ხალხო გააჩნია უარყოფითი გვერდითი მოვლენები, წყალი რომ წყალია, იმასაც კი გააჩნია თუ არანორმირებულად მიიღებთ, მით უმეტეს მედიკამენტს, სინთეზურ პრეპარატს. ვერ დავიწყე ამ ქალბატონის მკურნალობა, ვერ დავნიშნე ისე როგორც მინდოდა დამენიშნა მკურნალობა, იმიტომ რომ მე კიდე ხა წამლები რომ დამემატებინა, არ ვიცი რა მოხდებოდა და ვუთხარი პარალელურ რეჟიმში წასულიყო სპეციალისტებთან, სხვა სპეციალისტებთან, დაედო წინ აი ეს წამლების სია და ეთქვა რომ შეეკვეცათ, შეეკუმშათ აი ეს დანიშნულება და როგორმე ნაკლებ წამალზე ჩამოეყვანათ. აი ამ გვერდითი მოვლენებით იყო ცუდად ეს ქალბატონი, წამლებისგან მიღებული გვერდითი მოვლენებით და ეს გვერდითი მოვლენები უფრო ბევრს ცუდს გაუკეთებს, ვიდრე სარგებელი ექნება იმ პრეპარატების პირდაპირი მოქმედებიდან. ასე რომ ცხოვრების წესის შეცვლაში მე არ გულისხმობ მარტო დიეტას, ვისაც მავნე-ჩვევები გაქვთ, სიგარეტს ეწევით მაგალითად, ეცადეთ ნელ-ნელა შეამციროთ, გადააგდოთ, იმიტომ რომ ერთი ღერის სიგარეტი უკვე იწვევს 9 საათის განმავლობაში სისხლძარღვების სპაზმს და არიან ადამიანები, მამაკაცები განსაკუთრებით, ვიცი მე თვითონ ყოველ 9 საათში ეწევიან და მათი სისხლძარღვები სულ სპაზმირებულია, როცა ასაკში იწყება ათეროსკლეროზი, ეს უკვე ძალიან საშიში ხდება. იმოძრავეთ ბევრი. მოძრაობა დღეში 6-7-8,000 ნაბიჯი ყოველ დღე, ოდნავ აჩქარებული ტემპით, სეირნობით არა. ეს წვავს გლუკოზას სისხლში. აი მოძრაობამდე და მოძრაობის მერე რომ ნახოთ, კარგად დაწეული იქნება შაქარი, ასევე ქოლესტერინი იქნება დაწეული. მოძრაობა არის ძალიან სასარგებლო გულისთვის, რადგანაც ფეხის კუნთები იკუმშება და დუნდება ყოველ ნაბიჯზე და ეს გულს ეხმარება მუშაობაში. მეორე გულს ეძახიან ფეხის კუნთებს. ადამიანი როცა სულ უმოძრაოდ არის, მხოლოდ გული ასრულებს ამ გადატუმვის, სისხლის გადატუმვის ფუნქციას და როდესაც მოძრაობს, დადის და კუნთები იკუმშება, იქ ეხმარება აი ეს კუნთები. გაითვალისწინეთ ეს, შეცვალეთ ცხოვრების წესი, გადადით ჯანსაღ კვებაზე, იმოძრავეთ მეტი, მოაცილეთ სიგარეტი, ვისაც დალევა გიყვართ, მოაცილეთ ეს მავნე-ჩვევა და შემდეგ
უფრო ნაკლები თავი წამლისგან უფრო მეტ ეფექტს მიიღებთ. აი ეს მინდოდა, რაც გულით ირჩიეთ და გაითვალისწინეთ მთელი ცხოვრება ამდენი მედიკამენტის მიღება არის საშინელება. მედიკამენტებს შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, დააზიანოს თირკმელი და შემდეგ ეს გახდეს ახალი სერიოზული მძიმე დაავადების მიზეზი. გაითვალისწინეთ.